თამარაშვილის ქუჩის 5 და 7 ნომერში მცხოვრებლებს სასმელი წყალი ერთი კვირაა არ მიეწოდებათ. ადგილობრივების განმარტებით გაყვანილობა დაზიანებული არის, გამოც კორპუსამდე წყალი ხშირად ვერ აღწევს. მათი თქმით, საქაჯის სისტემის დამონტაჟების მიუხედავად წყალი ბოლო სართულზე მაინც არ ადის. ამის გამო ისინი სასმელ წყალს სარდაფებიდან და ბენზინ გასამართი სადგურიდან ეზიდებიან. აღნიშნული პრობლემის გარდა თამარაშვილის ქუჩის 5 და 7 ნომრის მაცხოვრებლები საკანალიზაციო სისტემის გაუმართავობაზეც შივიან. მათი თქმით, გაყვანილობა მოძველებულია და მწყობრიდან ხშირად გამოდის. ჩვენ ხვდებით, რომ მაგე როგორ წვალობთ, რანაირად წვალობთ და არა გვაქვს წყალი იმდენი, რომ ან სარეცხი გავრიცხოთ ბოდიშმომცხვევიან. ახლა ტუალეტში ვიხმაროთ და რაღაცა და მეორე პადულიდან ამაქვს მეორე სართულზე. და ვხმარობ ისი ამ წყალს. ერთი წელი არ ყოფილა ისეთი, რომ პრობლემა არ ყოფილიყო წყალზე. ნუ თუ რა არის ასეთი მოუგვარებელი არ ვიცი. მე აზზე არა ვარ, ასეთი მოუგვარებელი პრობლემა ამ ქუჩაზე, სულ წყალი, კანალიზაცია. ძირითადად ეს ჩვენი კორპუსი. არ ვიცი, ხო უნდა მოგხედուն ბოლოს და ბოლოს რა ხალხი ვართ, ზაფხულია, საქმეა. თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლების განმარტებით ახალციხის წყალმომარაგების კომპანიას მრავალჯერ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ პრობლემა მოუგვარებელი რჩება. მათი თქმით, წყალი კორპუსს მხოლოდ ცხელ ხაზზე დარეკვის შემდეგ მიეწოდება. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საკითხით დაინტერესებასა და პრობლემის მოგვარებას თხოვს. ახლა შეიცვალა ხელმძღვანელი ახალი მოვიდა. იქ რო წავიდეთ, იტყვიან ჩვენთვის არ მოგიმართიათ. აწიაგერ ორ შაბათს დავწერთ და გადავიტან საკრებულოში და ერთი გვიპასუხონ, რა არის ამისანა რომ 8 სართულიანში ბოლომდე უნასოსოდ ადის. ნასოსების დავდგით, ბაკების დავდგით, მაინც წყალი არ აგვაქვს შვილო. ზაფხულობით განსაკუთრებით დგება უწყლობის პრობლემა, თორე დაუშვათ შემოდგომით ზამთარში რაღაც გრაფიკი არის, ანუ მთლად უწყლობამდე არ მივდივართ და აი ზაფხულის პერიოდი ძალიან გვიჭირს, იმიტომ რომ ფაქტიურად გრაფიკი იკარგება, აი თუნდაც 1 საათით რომ მოგვაწოდონ ყოველ დღე ბაკები აქვს უმრავლესობას და თანახმავართ რა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის სერვის ცენტრში აცხადებენ, რომ თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლების პრობლემა მათთვის ცნობილია. მენეჯერის გიორგი დალალიშვილის განმარტებით, ტექნიკური ჯგუფი ქუჩას მრავალჯერ ესტუმრა და პრობლემაში გარკვევასცადა. მისი მტკიცებით, კორპუსებს სასმელი წყლის შიდა სისტემა აქვს მოსაწესრიგებელი, რადგან წყალი მიდის, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევს. გია დალალიშვილი განმარტავს, რომ პრობლემის მოგვარება ადგილობრივების კომპეტენციაა. თუმცა მაგისტრალზე აქვს დაყენებული ნასოსები, რომელიც არ შეიძლება იყოს პირდაპირ მაგისტრალზე მიერთებული თავიანთ მილებზე. ამიტომ რო ჩართავ 3-4 კაცი, ეს თავის ცნებით ზემოთ ვეღარ ახდენს ასლოს, ვისაც არ უდგავს ნასოსი. ამიტომ ხდება იქი და იქ მაგ კორპუსშიც იგივე არის, სხვათა შორის. ხა ყველგან ვერ ჩავედი, იმიტომ რომ ისეთ სარდაფებია ზედაშენებულია, ფიზიკურად გიწი იქ ჩასვლა. იგივე პრობლემებია, როცა ირთვება ნასოსები, რომელიც პირდაპირ სისტემაზე ზის. ის აკეთებს იქ წყლის გაწევას, აკეთა მხარეს აღარ ყოფნის. ახალციხის წყლის სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაწყებულია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ადგილობრივი სერვის ცენტრის მენეჯერის განმარტებით, პროექტის მიხედვით თამარაშვილის ქუჩის წყალგაყვანილობის სრული გამოცვლა მოხდება. გია დალალიშვილი ამბობს, რომ სამუშაოებს როგორც გასულ წელს ამჟამადაც სომხური კომპანია შინაშხარი განახორციელებს. აღნიშნულ ქუჩასთან ერთად წყლის სისტემა გამოიცვლება რაბათის დასახლებაშიც, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით 1,300,000 ლარი დაიხადა.